ტერიტორია არხის პირიდან, აი მეორე არაჩანს ახლა ეს მეორე ნაპირი, იმიტომ რომ მთლიან იმაში ნაკოჩი ყრია ეს მიწა 19 მეტრის სიგანეზე არის ჩემი ტერიტორია. და ფაქტობრივად ეს 19 მეტრა მთლიანად დაიფარა რა ამ მიწით და ნაგავით. ჯუმბერ მექერიშვილი 13 წელია გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაქში 3200 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს, სადაც მას კაკალი და თხილი ჰქონდა გაშენებული. ერთი თვის წინ საქართველოს მელიორაციამ ალაზნის სარწყავი არხის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო და მექერიშვილების თქმით მათი ბაღი სრულიად გაანადგურა. მიწის ნაკვეთი კი არხიდან ამოღებული ქვაღორღით გაავსო. მელიორაციაში მივედი და როცა მოვიკითხეს რა ხდება მეთქი, მითხრეს რომ მე მქონდა უკანონოდ მიღებული ეს ნაკვეთი და ეს ეკუთვნოდა იმას არხს ეკუთვნისო ამ არხს, რომელიც ახლა იწმინდება. ვკითხე და ყოველ წელიწადს რო გახდეს რომ ამოსაწმენდიო, ყოველთვის ჩვენ გვაქვს უფლება რომ ამოვიაროთ და დავწმინდოთ ეს არხიო. ფაქტიურად ეს ადგილი გამოდის რომ ჩემი არა ყოფილა რა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით მიწის ნაკვეთი მექერიშვილების ოჯახის საკუთრებაშია. ჯუმბერ მექერიშვილი სახელმწიფოსგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. აი ესე აყოლებული იყო სუთხილები. აქეთ ხარეზეც. და სუნთლიანად არის და დაფარული მიმით, ნაგავით. მოვითხოვ რომ ამ კომპენსაცია მომცე, ამ თავრობამ შეისყიდოს ადგილი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ადგილი აღარ არის გამოუსადეგარია ეს ადგილი უკვე არ გამოდგება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრ საქართველოს მელიორაციაში განუცხადეს, მათ ჯუმბერ მექერიშვილის ნაკვეთში ტექნიკის შეყვანის და სამუშაოების ჩატარების კანონიერი უფლება აქვთ. ეს ნაკვეთი ჩემი ინფორმაციით არის გასხვისების ზოლში შემოჭრილი. გასხვისების ზოლი არის გარკვეული მეტრაჟის ფართობი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაწყვეტ, რომელშიც ჩვენ გვაქვს მოძრაობის და სამუშაოების ჩასატარებლად ტექნიკის შეყვანის უფლება. ჯუმბერ მექერიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, იგი სასამართლოს მიმართავს. აი ეს ძირებით მოწმობს რომ ამ ადგილში კომბოსტოვით გაწეს და მომავალ წლისთვის ეს ადგილი გამოუსადეგარია.